მამისა და ძისა და სულისაწმინდის სახელით. ლუკას სახარება, თავი მიათე, 70 მოწაფის გაგზავნა. განხილვა ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის სწავლების მიხედვით, პირველი, მეორე და მესამე სტრიქონისა. ამის შემდეგ ამოირჩია უფალმა სხვა 70 და წინასწარ მიავლინა ორ-ორი ყოველ ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა. უთხრა მათ, სამკალი ბევრია, მუშაკი ცოტა, ამიტომ ევედრეთ სამკლის პატრონს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში. წადით, მე გზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. გამოსვლათა წიგნში წერია, მივიდნენ ელიმში. იქ იყო 12 წყაროსთვალი და 70 ფინიკის ხე. მე-15 თავის 27 სტრიქონი. რაც მოხდა მაშინ ისტორიულად და ხატოვნად, ის აღსრულდა ახლა სინამდვილეში. ელიმი ნიშნავს აღსვლას. ამით აღინიშნება არაფერი სხვა, თუ არა ის, რომ ჩვენ ვაღწევთ რა უსრულ ყოფილეს გაგებასა და სულიერ ასაკს და არ ვჩერდებით, როგორც ებრაელები რჯულზე, არამედ ვერთვით ქრისტიანობას. ვიპოვით 12 წყაროსთვალს, ესე იგი 12 უპირატეს მოციქულს, რომელნიც არსებითად არიან წყარონი ყოველგვარი უტკბილესი მოძღვრებისა. ვპოვებთ ასევე 70 ფინიკის ხეს, ანუ 70 მოციქულს. ისინი არ იწოდებიან წყაროსთვლებად, არამედ იწოდებიან ფინიკებად, როგორც ისინი, ვისაც ზრდიან და წინა უძღვიან უპირატესი მოციქულნი, ვინაიდან მართალია ეს 70 მოციქულიც ქრისტემ ამოირჩია, მაგრამ ისინი 12-ზე დაბლა იდგნენ და შემდგომში მათი მოწაფეები და თანამგზავრები იყვნენ. ამრიგად ეს ფინიკები იზრდებოდნენ წყაროთაგან, ანუ მოციქულთაგან და ჩვენ მოგვანიჭეს ნაყოფი ტკბილი და ამასთანავე ზომიერად მჟავე. წმინდანთა სწავლება მართლაც ასეთია. იგი არც მთლად ატკბობს და უალერსებს და არც მთლად ზღუდავს და სძლევს, არამედ აერთებს ერთ თვისებასაც და მეორესაც და ჭეშმარიტად. შეზავებულია მარილით და შეერთებული მადლთან, როგორც მოციქული პავლეც ხმობს, სიტყვაი თქვენი მარადის მადლითა ვითარცა მარლითა შეზავებული ყავ. უფალი ირჩევს 70 მოწაფეს სწავლების საჭიროების მქონეთა სიმრავლის გამო, ვინაიდან როგორც კარგი მოსავლის მქონე მინდვრები ითხოვენ მრავალ მომკალს, ასევე მორწმუნეთათვის რამდენადაც ისინი აურაცხელი სიმრავლისანი იყვნენ, გაჩნდა საჭიროება მრავალი მასწავლებლისა. უფალი აგზავნის მათ ორ-ორს, რათა უფრო უსაფრთხოდ იყვნენ და ერთმანეთს ხელი შეუწყო. ისინი წინაუძღოდნენ მას, ანუ იოანეს მსგავსად ასწავლიდნენ. განამზადენით გზანი უფლისანი, მათეს სახარების მესამე თავის მესამე სტრიქონი.
დააკვირდი, როგორ ამბობს მანამდე, ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაითა მოავლინეს მუშაკნის სამკალსა თვისა, ხოლო შემდეგ თვითონ თავისი ხელმწიფებით აგზავნის მათ, ვინაიდან ის, როგორც ჭეშმარიტი ღმერთი არის ჭეშმარიტად უფალი სამკალისა, ანუ მორწმუნეთა. წინასწარ ეუბნება მათ დევნისა და იმის შესახებ, რომ ისინი იქნებიან როგორც კრავნი მგელთა შორის, რათა მოულოდნელად დაესხბიან, რა მათ თავს არ შეაცბუნონ ისინი. გაგრძელება იქნება. ამინ.